სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დაახლოებით 10-მდე პრიორიტეტს, რომლის რეალიზაციისთვისაც უნდა განხორციელდეს მუშაობა ამ 2 წლის განმავლობაში. ღია მმართველობის პარტნიორობა ეს არის საერთაშორისო მოძრაობა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ასევე ბრაზილიის პრეზიდენტმა. საქართველო იმთავითვე გახდა ამ მოძრაობის წევრი. იგი არის ამ მოძრაობის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, წარმატებული წევრი, მე ვიტყოდი, რაც გამოჩნდა კიდეც ღია მმართველობის პარტნიორობის ახლანდელ ამას წინანდელ რეგიონალურ შეხვედრაზე ირლანდიის დედაქალაქში, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარდგა როგორც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი გახსნის დილასვე და რომლის სიტყვას მათ დაიმსახურა ძალიან, ასე ვთქვათ, ფართო რეზონანსი მთელ რეგიონალურ შეხვედრაზე. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია იყოს პირდაპირ საჯაროდ ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომი, რომ თქვენ ჟურნალისტებს ან დაინტერესებულ მოქალაქეებს პრობლემები არ ექნებოდეთ და არ ჭირდებოდეთ მუდმივად უწყებებში მისვლა, გამოთხოვა 10 დღის ლოდინი და ასე შემდეგ. და მეორე ეს არის ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტის თუ სამთავრობო გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესში მონაწილეობისთვის უფრო ეფექტური მოქალაქეების მონაწილეობისთვის უფრო ეფექტური სისტემის დანერგვა. ეს არის ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით და გავამსხვილებთ ყველა იმ მიმართულებას, რაც არის ბუნებრივია. ამოცანა არის ორი, ერთი გამჭვირვალება და მეორე საჯარო ფინანსების ეფექტური ხარჯვა და მათი რაციონალური გამოყენება.